დღემშვიდობისა, მოგესალმებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იწყება გადაცემა დღე პირველ არხზე კეთი კეკელიასთან და დავით არჩიასთან ერთად. მოგესალმებითად. მოგესალმებით კეთი, მივესალმებით ჩვენს ვირფას მაყურებელს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიწყებთ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. 1922 წლის 14 მაისს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაარსდა. ადგილი, სადაც უამრავი ბუმბერაზი ადამიანი გაიზარდა და ჩვენი გადაცემის სტუმარია სამხატვრო აკადემიის რექტორი ბატონი ყარამან ქუთაძალაძე. დღემშვიდობისა ბატონი ყარამან, მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის და გილოცავთ უპირველეს ყოვლისა ამ თარიღს. მოგესალმებით. სამხატვრო აკადემიის დაარსების ისტორიაზე გვინდა გვიამბოთ, რა ტრადიცია იყო და ერთი საუკუნე არ არის მცირე დრო. როგორ მოხვედით დღევანდელ დღემდე? სამხატვრო აკადემია საინტერესო ისტორია აქვს. და მე ვეცდები კი ბატონო, კი, ჩვენთვის ძალიან საინტერესო. და სამხატვრო აკადემიის ის შენობა, რომელიც დგას გრიბოედოვის 22 ნომერში, აშენდა, იყო ესეთი ირანელი სომხური წარმოშობის ვაჭარი არშაკუნი, რომელმაც დაიწყო მშენებლობა ესეთი გრანდიოზული შენობის იმ დროისთვის, ჩვენ დროზე რომ გადავიყვანოთ, ეს არის ბიზნეს ცენტრი. ანუ ჩაფიქრებული იყო, რომ ყოფილიყო იქ შეხვედრები, რაღაც ხელმოწერები, ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში კაპიტალიზმი შემოდის და ვითარდება ძალიან ინტენსიურად ქალაქი. მაგრამ ვერ მოესწრო, ეს გარდაიცვალა და მერე ქართველმა თავადიშვილებმა იყიდეს ეს ქობულოვების ოჯახმა და ტერიტორია მათ დაასრულეს შენობა. ამ მასშტაბის იყო თავიდანვე, ხო ეს შენობა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ტერიტორია. კი, სულ იცვლებოდა. დიახ. რაღაცა ემატებოდა, რაღაცა აკლდებოდა და იქ აი ჩვენ ხედავთ ხა კადრებს. სანამ აკადემია დაარსებოდა, მნიშვნელოვანია, რომ იქ დაარსდა ნატიფი ხელოვნების საზოგადოება. დიახ. სადაც ხელმძღვანელობდა ამას ხრინევსკი, იყო ესეთი მხატვარი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი ფაქტიურად ქართულ სახვით ხელოვნებას. იმიტომ რომ იქ კიდე ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ასწავლიდა და მოღვაწეობდა, შეიქმნა საზოგადოება, რომელიც იყო შემოწირულობებზე, მეცენატიზმი განვითარდა ძალიან და ფაქტურად ალბათ 300 შემომწირველი ჩვენ გვაქვს საინტერესო დოკუმენტი მაგას. და ამა ფაქტურად მაგალითად იყო ესეთი მხატვარი სკლიხასოვსკი, რომელმაც საქართველოში დაარსა სამასის სკოლა, სამხატვრო სკოლა. და ამან პრინციპში ბიძგი მისცა ესეთი, რომ საქართველოში ესე სწრაფად განვითარდა სახვითი ხელოვნება. უკვე 22 წელს, როდესაც უნივერსიტეტი ყალიბდებოდა და მთელი რიგი ინსტიტუციები სამხატვრო აკადემიაც დაარსდა ამ პერიოდში, როდესაც უკვე სახელმწიფოს გადაეცა ეს შენობა და დაარსდა სამხატვრო აკადემია. ფაქტიურად უნივერსიტეტის დამაარსებლები და აკადემიის დამაარსებლები არიან ერთი და იგივე პროფესორა და მეცნიერები და ის ხალხი, რომელსაც საზოგადოება იცნობს და იმის შემდეგ აგერ უკვე 103 წელია სამხატვრო აკადემია დგას. ყარად და თამამად მით უმეტეს, რომ სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა და ულამაზესად გამოიყურება ვიზუალურად. იმ თავითვე სხვათა შორის 100 წლის წინ უკვე ქონდა შენობას პრობლემები სულ და იმ თავიდანვე, ხო, თავიდანვე იყო საავარიო, ამას ბევრჯერ გამაგრებები და გამაგრებები სამუშაოები. ბევრჯერ ეტაპებია ჩვენი 100 წლის განმავლობაში, რამოდენიმეჯერ გაუკეთდა გამაგრებები და ტრანსფორმაცია მოვიდა ბევრჯერ, მაგრამ და ფუნდამენტი არ ქონდა, რაც თავარია. აი ხა ბოლო
რეკონსტრუქცია რო გაკეთდა, იქ უკვე ძალიან მყარად არის გაკეთებული ფუნდამენტი, რისი იმედი გვაქვს, რომ კიდე 100 წელი გაუძლებს იმას. თუმცა პრობლემები ყოველთვის რჩება. ნუ ეს ბუნებრივია. ამას შექმნას ძალიან მნიშვნელოვანი რამე. სულ ვცდილობ რომ ეს თქვა რომ 100 წლის განმავლობაში ჩვენ მანამდე სახვითი ხელოვნება არ მქონდა. სამხატვრო აკადემიას დიდი როლი აქვს იმაში რომ 100 წლის განმავლობაში საქართველოში შეიქმნა სახვითი ხელოვნება თავის ქანდაკებით, რომელიც მანამდე არ იყო. და ეს არის ის გამოცდილება 500 წლიანი ევროპული აკადემიის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ და აქ მაცხოვრებელმა ადამიანებმა შექმნეს სულ რაღაც 100 წელიწადში. ეს არის კლასიკური გაგებით აკადემიური განათლება და აკადემიური ხელოვნება პლუს მოდერნიზმი, რომელიც პარალელურად, ანუ ეს ძალიან დიდი მიღწევა, ძალიან ბევრ ქვეყანას არის. ქვეყნებს შეიძლება არც გქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ თქვათ არის ბევრად უფრო დიდი მოსახლეობა და ჩვენ იმ პერიოდში არ ვიყავით იმდენი 4 მილიონიც არ ვიყავით. ანუ დაარსდა. აი ის ეპოქა რო ნახოთ, ხო რო აღვიქვათ, სულ სხვა სიტუაციაში იყო საქართველო. და არ ვიცი, აი როგორი ენერგია უნდა ყოფილიყო, რომ აი ესეთი ძალიან დიდი ხელოვანები დაგვიტოვა, რომელებიც ახლა ჩვენ მუზეუმებში ინახება. ვიცით რომ აკადემიის ამბავიც გვსმენია რომ გაუქმება, დაემუქრა და თქვენი მამის ბატონ აპოლონის როლი ძალიან დიდი წვლილი აქვს და რო გითხრათ მოკლედ რატომ გადაწყვიტეს რომ თქვათ არ ყოფილიყო ჩვენთან სამხატვრო აკადემია. იცით რა, ბევრჯერ გადაწყვიტეს, ამის გაუქმება იყო სადღაც 16 წლებში კიდევ რამოდენიმეჯერ იყო რომ გაუქმეს კიდევაც, მაგრამ მე სახელები შეცვალეს და მოვიდა უკვე 60 წლებამდე, სადაც იმ პერიოდში უკვე მამა ჩემი დანიშნეს რექტორად და ეს ის პერიოდია, როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვი არის აგრესიულად განწყობილი ჩვენს მიმართ ასე ქართველებზე, ხო, და იყო გადაწყვეტილება, რომ გაუქმებულიყო, არ იყო საჭირო სამხატვრო აკადემია, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში სულ 3 აკადემია იყო, ეს იყო რიგაში და ლენინგრადში და საქართველოში და რა საჭიროა ესეთ პატარა ქვეყანაში რომ იყოს სამხატვრო აკადემია და ეს უკვე აქედან იწყება ლეგენდები, იმიტომ რომ სხვადასხვა ვერსიები არსებობს, როგორ გადარჩა სამხატვრო აკადემია, მაგრამ მთავარი ვერსია იყო მამაჩემის უშიშარი ხასიათი, იმას არაფრის არ ეშინოდა და ჩავიდა მოსკოვში და როგორ დაარწმუნა იმ დროინდელი მინისტრი სავარაუდოდ. ხო, მინისტრი იყო ფურცევა, ეს ცნობილი ქალი და მამა იცნობდა და ნუ რაც თავარია, როგორ დაარწმუნა ხრუშჩოვი რომ პირიქით პარალელურ რეჟიმში შენდებოდა ახალი კორპუსი, ჩვენ რო ვეძახით აი იმდროინდელი ათარბეგოვის ქუჩიდან ეს არის დღევანდელი ზუბალაშვილის ქუჩას, სადაც 10 სართული აშენდა სრულიად უკანონოდ. ანუ იმ პერიოდში ეს შენობა სულ რაღაცა რამოდენიმე წლის წინ დავაკანონეთ ეს შენობა, მანამდე იყო სულ პრობლემები. აი ამას ჭირდება ძალიან დიდი
ესეთი სითამამე, მამაცი გული. რა თქმა უნდა. და პრინციპი იყო ესეთი, რომ მანამდე სულ იყო ორი ფაკულტეტი, ეს იყო აი რა ფაკულტეტები იყო მაშინ და აი მე რა თქმა უნდა სახვითი ფაკულტეტი, სადაც კერამიკა შედიოდა სახვით ფაკულტეტში და არქიტექტურა. ეს იყო პირველი ფაკულტეტები დაარსების დღიდან რაც გაჩნდა, ხო ასეა? ხო, და მე ნუ იქ რაღაც განაყოფები იყო, რომელიც არ არის საინტერესო, უბრალოდ ეს ერთი მეორეში გადადიოდა და შეიქმნა ახალი ფაკულტეტი. დღეს ჩვენ მაგას ვიძახით დიზაინს. მაგრამ იყო, თქვა, მოდელირება, იყო დღეს ქვია აი ეს რომელ წლებში იყო? მოდის დიზაინი, ეს 60-იან წლებში უკვე ჩვენთან 60-იანი წლებია. ახალი ფაკულტეტები გაიხსნა, მაგალითად მოვდა, იმიტომ იყო საჭირო და უხსნიდა, რომ ჩვენთან იყო ფაბრიკა, ქარხნები და საჭირო იყო მხატვრები, რომლებიც შექმნიდნენ ამ სტილს და ეს იყო სამუშაო ადგილები. ანუ აი ამის ჯაჭვურად იყო გადაბმული, აქ იხატებოდა, შემდეგ იკერებოდა ქარხნებში. ასე თქვა, დავხურეს პირიქით, ძალიან დიდი როლი გაკეთდა და კიდევ რაღაცები დამატებით და ის შეიქმნა. ხო, მაგალითად ინტერიერი, იმიტომ რომ თქვა შენდებოდა ახალი უბნები და სამშენებლო ის იყო ახალი ესეთი ბუმი იმ პერიოდში. ხრუშჩოვკებს რო ეძახებიან, საჭირო იყო ინტერიერი და ასე შემდეგ. აი ყველა თქვა კერამიკა ფაქტიურად ამარაგებდა მთელ საბჭოთა კავშირს ჩვენი ქართული ნაწარმოებით, იმიტომ რომ უამრავი ნიჭიერი ადამიანი სწავლობდა აკადემიაში და აი ამა განაპირობა, აი ამდენმა იმან განაპირობა აკადემიის გადარჩენა. დღეს რამდენი მიმართულებაა გაქვთ? დღეს ჩვენ ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტი მაინც რომელიც 5 ფაკულტეტი გვაქვს, ესე იგი მედია ფაკულტეტი გვაქვს, ეს არის ახალი, იმიტომ რომ ეს ეხება ახალ ტექნოლოგიებს. სახვითი ფაკულტეტი, არქიტექტურა, ხელოვნების ისტორია, ხელოვნებაცოდნეობა და ეს მე მგონი ყველა ჩამოთვლა. მე ამ შენობას ვიცნობ გადასარევად. მიზეზი არის ის, რომ მე თვითონ ვარ დაბადებული და გაზრდილი ამ ქუჩაზე, ზუსტად ერთი კედელი გვაერთიანებდა სამხატვრო აკადემიასა და ჩემს სახლს შორის და მე მახსოვს, რომ ზაფხულში, როდესაც ვიყურებოდით ფანჯრიდან, ხვდებოდით სახეებზე ვცნობდით ადამიანებს, ვინც ყოველ წელს ასე პერმანენტულად აბარებდა, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო მაშინ სამხატვრო აკადემიაში მოხვედრა, ისევე როგორც თეატრალურ უნივერსიტეტში. ანუ ეს ყოველთვის იყო პრესტიჟული და პოპულარული ინსტიტუტი. დღეს რა ხდება და დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან რამდენად ვიცით რომ 10 მაისს დამთავრდა ფესტივალი ჰქონდათ ხო? გარიყულაში, ასევე ბერიკაობაც, ესე თუ არ ვცდები და რამდენად ჩართული იყო ახალგაზრდობა აი ეს. ეს არის თქვენი კონკრეტული სივრცე ხო? სადაც ყოველწლიურად იმართება ფესტივალები? კი, ბატონო, ის ფაქტიურად ცოტა სხვა პროექტია, ეს არის სარეზიდ მაღაზია მე მოვყვები. კი ბატონო. ყოველთვის აკადემია ყოველთვის იმ წლებში, როდესაც იყო ძალიან რთული წლები საქართველოში და მე გულისხმობ 90-იან წლებში, მაშინაც იყო კონკურსი. ანუ მაშინაც იყო დიდი კონკურსი, ნებათა ხელვა და ძალიან დიდი ამბები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მსურველი იყო. ეხლაც ესეა. ჩვენ გვაქვს ნუ უამრავი ახალგაზრდა მოდის და ეს ბუნებრივია. ძალიან კარგი. ეხლა ჩვენ გვაქვს რეფორმა და მე იმედი მაქვს, რომ უკეთესებისკენ შეიცვლება მდგომარეობა, იმიტომ რომ სახელმწიფო დაფინანსებაზე გადადის უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულებები და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, იმიტომ რომ გონია რომ ხარისხი აიწევს ან და ბევრი სიკეთეს ველოდებით. რახან ეს თქვათ ჯერჯერობით არის ექსპერიმენტი, ნუ აუცილებლად რაღაცა შეცდომები იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ ეს განვითარების გზა
უფრო სწორია, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ არ ვართ მრავალ ეს წარმოშობს ალტერნატიულ ბევრ სხვა ინსტიტუციას, კერძოს და ეს იქნება კონკურენცია და კარგია სკოლებს. მე ესე მგონია რომ სახელმწიფო მთლიანად ვერ მოერევა ამ ძალიან ბევრ საგანმანათლებლო სამხატვრო თუ რაღაც ესეთ სპეციფიურ სკოლებს. მე მგონი ინიციატივა იქნება თვითონ კერძო პირებისგან და ეს და კამერტონი ყოველთვის იქნება სამხატვრო აკადემია. რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის სამხატვრო აკადემია მოხდება ან ქების ქარცეცხლში, ან კრიტიკის ქარცეცხლში, იმიტომ რომ ეს მაინც ყველასთვის კამერტონია. და ამას ჯერჯერობით ალტერნატივა არა, მაგრამ აუცილებელია და არსებობს ალტერნატიული სასწავლებლები, სადაც არსებობს პატარა ესეთი კონკურენცია. კოლეჯებს გულისხმობთ? ინსტიტუციასაც გულისხმობთ, ხო, სადაც პროგრამებია ვიზუალური ხელოვნების და ამას მნიშვნელობა. მე ლაპარაკობ რომ შეიძლება კერძო ინსტიტუტის სამხატვრო ჩამოყალიბდეს. რამდენად გვყავს იმედის მომცემი სტუდენტები? თქვენ გაქვთ ახლა მათთან ურთიერთობა, ვიღაცამ დაამთავრა, ვიღაცა ახლა სწავლობს. სტუდენტები, იცით რა, ჩვენ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ ვართ ერაზმუს პროგრამის წევრები. დიახ. გასვლით პროგრამას გულისხმობთ, ხო? ბატონო და ძალიან ბევრი. არ ვიცი, ჩვენთან ხდება პირდაპირ ბუმი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოთხოვნა არის. რომელ ქვეყნებთან გაქვთ ერასმუს პროგრამა? ევროპის ქვეყნებთან, თითქმის ყველა ქვეყანასთან, გარდა ინგლისის, რომლებიც არ არიან ერასმუს პროგრამაში, თითქმის ყველასთან. და რა პერიოდით უწევთ ხოლმე სტუდენტებს გასვლით პროგრამაზე? სხვადასხვა შეიძლება ერთი თვე, შეიძლება ორი კვირა გააჩნია პროგრამებს. და რას აძლევს ეს სტუდენტს? ეს სტუდენტებს ელემენტარულად აძლევს იმას, რომ აქ სტუდენტს საშუალება ნახოს სხვა როგორ ცხოვრობს. როგორ ცხოვრობენ ფრანგის სტუდენტები, იმათთან ერთად იყვნენ. ის კულტურა, ურთიერთობის კულტურა აღიქვან. მე მახსოვს ერთხელ ლურში ვიყავი დათო და მახსოვს პატარა ბავშვები ყავდათ სკოლიდან მოყვანილი და ისხდნენ პედაგოგთან ერთად და ხატავდნენ და მაშინ მივხვდი რომ ეს კიდე სხვა დატვირთვა, ამას კიდევ სხვა ემოცია მოაქვს და რატომაც არა ჩვენი სტუდენტებისთვის თუ გზახსნილია. იცით რა, მაგალითად არის ეგეთი ხშირი შემთხვევა. მაგალითად არის ორი ადგილი, ან ერთი ადგილი. როდესაც ჩვენი სტუდენტები იქნებიან, ჩვენ გვიმატებენ კიდე ადგილებს, იმიტომ რომ ყოველთვის ან რაღაცა პრემიას იღებენ, ან საუკეთესო იმაში არიან ჩვენი ახალგაზრდები. ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმათ შეუძლიათ შეეხონ, თუნდაც იყვნენ ორი კვირა, ხო შეიძლება ქუჩებში გაიარონ მარტო და შეეხონ. ეხლა კი ყველას აქვს შესაძლებლობა რომ წავიდეს საზღვარგარეთ, ისწავლოს. ხო, მაგრამ ამ პროგრამით როდესაც მიდიხარ, სხვა დანიშნულებით როდესაც მიდიხარ, შენ თანატოლთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, თორე შეიძლება ისე არ განსხვავდებოდეს ჩვენი ინსტიტუტი, თქვა პოლონური, შეიძლება იქ ზოგან უფრო მნიშვნელოვანია რაღაცა სკოლა, უფრო არის ვიდრე ჩვენთან, ჩვენ უფრო ვიდრე იქ. ამ პროგრამის ფარგლებში ევროპელები ჩამოდიან ჩვენთან გაცვლითი პროგრამით სტუმრად? ჩამოდიან, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ჯერ ის ჩვენ ვართ ერაზმუს პლუსი, არა ვართ ერაზმუსში და დაფინანსება აქ უკვე ცოტა ჭირს, იმიტომ რომ და ინგლისურ ენოვანი პროგრამები. და ეხლა ჩვენ ნელ-ნელა დავიწყეთ ინგლისურ ენოვანი პროგრამების შეტანა, აკრედიტაცია. ანუ სტუდენტმაც უნდა იცოდეს ენა. რა თქმა უნდა. და პედაგოგმა უნდა იცოდეს ენა, რომ აი არქიტექტურული იყო მოდული ჩემ დროს და ეხლაც იგივე ხდება. ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები როგორ ვთქვა. ესაც ესეთი მოთხოვნადია, ეს რჩება ხო ალბათ. რა თქმა უნდა, მოთხოვნადი ძალიან არქიტექტურა მით უმეტეს ქვეყანაში ესეთი ბუმია მშენებლობის. აქედან გამომდინარე არქიტექტურა
დიზაინი დიზაინი. თლიანად და მოდელირება, დეკორატიული ქსოვილები. ყველაფერი ეს მოთხოვნადია და ინტერიერი განსაკუთრებით. ინტერიერის დიზაინი. როდესაც ესეთი სიტუაცია და ეგ გაძლევს იმის იმეს, რომ ეს მოთხოვნადი იქნება პროფესიები ეს ყველაფერი, ეს არის სამუშაო ადგილები და განვითარების გზა. და ის მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიოში, რასაც ქვია კულტურა. ჩვენ ბევრს ლაპარაკობთ კულტურაზე და საქართველოს წარსულზე და რაღაცა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის განათლება. და ვერ განვითარდება არაფერი არ განვითარდება თუ არ გექნება კარგი განათლება. და ჩვენი ახალგაზრდები რა არის აი მართლა მით უმეტეს ჩვენ სამხატვრო აკადემიაში რაღაც ცვლილებები გავაკეთეთ გამოცდების ხარისხის შევცვალეთ და სელექცია უფრო მნიშვნელოვანი გახდა და ჩვენ შეგვიძლია ნიჭები აღმოვაჩინოთ და ამიტომ წამოვიდა ძალიან კარგი თაობა. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ეს იმიტომ ამ თაობამ უნდა შექმნას და ჩვენ გადავცემთ ამ თაობას, მით უმეტეს დღეს ყველაფერი გახსნილია. არის ინტერნეტი და შესაძლებლობები არის უსაზღვრო. მაგრამ აქ არის მეორე პრობლემა, ეს არის კომუნიკაციის პრობლემა. ამ ახალგაზრდებს ამ თაობას აქვს კომუნიკაციის პრობლემა, ვერ დავიწყე. კი, ამ თაობას აქვს კომუნიკაციის პრობლემა, ეს არის მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, ეს მსოფლიოში პრობლემაა. ადამიანურ კომუნიკაციას გულისხმობთ? კი, თქვენ ასაც ყვებით ჩვენ ახალგაზრდობაში და ჩვენ თეატრალურს ვიცნობთ ერთმანეთს. ყველანი ვიცნობდით ერთმანეთს სხვა დამოკიდებულებები სიტყვა იყო. ეხლა ცოტა შეიძლება ამ იმან ჩაკეტა და გაჩნდა პატარა ესეთი კუნძულები. ამიტომაც თქვენ უამრავი ფესტივალი გაქვთ. იმიტომ რომ ამ ადამიანებმა, ანუ სტუდენტებს გულისხმობ, ერთმანეთში კონტაქტონ და კონდეთ ურთიერთობა. ახლა ხას კონდათ ხატვის საფრთხე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი და 5 ქვეყნის წარმომადგენელი იყო თქვენთან ჩამოსული სტუმრად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ჩავატარეთ პირველი ესეთი სახვითი ხელოვნების კვირეული, ჩამოვიდა ჩვენი კოლეგები და იყვნენ ძალიან არ ელოდნენ იმას, რაც ნახეს და ძალიან მნიშვნელოვანი იყო პლუს კომუნიკაცია, ის ურთიერთობები პედაგოგებს შორის და სტუდენტებს შორის. ამან კიდევ ძალიან მოხიბლა ეს ადამიანები. ჩვენ აი სხვადასხვა ჩვენ გვაქვს საიუბილეო, ჩვენ 100 წლის თავი რო იყო სამხატვრო აკადემიის დაგვიგროვდა ძალიან ბევრი მასალა და ჩვენ გვინდოდა და გვინდა საზოგადოებას ვანახოთ რა შეიქმნა ამ 100 წლის განმავლობაში. გვაქვს არაჩვეულებრივი არქივები და ვიწყებთ არქიტექტურის გამოფენით. ეს გამოფენა იქნება სექტემბერში, ხო, გრანდიოზული გამოფენა იქნება და საზოგადოება ნახავს 100 წლის განმავლობაში რა გააკეთა და რა არქიტექტორები გამოუშვა სამხატვრო აკადემიამ, თბილისში რა შენობები არის ისტორიული, რომელიც შექმნა ჩვენმა არქიტექტორებმა, ჩვენმა პროფესორამ. მერე იქნება გრაფიკის გამოფენა, იმიტომ რომ ესეთი პროგრამა არის აღზევების გრაფიკის, სხვათა შორის ჩვენ მინდა თქვა რომ აი მეცენატიზმის ფორმები გვინდა რაღაცნაირად დავაბრუნოთ სამხატვრო ის ტრადიცია რაც იყო მე-19 საუკუნეში რაღაცნაირად დავნერგოთ და ძალიან კარგი ამბავი გვაქვს რომ 10 ნათი წამოვიდა და გვეხმარება გრაფიკის ფონდი 10 ნათი. ფონდი 10 ნათი, ხო.
გრაფიკის აღორძინებაში, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ გაგვიჭირდა, რასაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს და ამას რაღაცა თავისი ტექნიკური მიზეზები აქვს, ამაში გვეხმარება ფონდი 10-10 და ძალიან საინტერესო ბევრი ასეთი ფესტივალი და ბიენალე გველოდება გრაფიკის მიმართულებით. ასევე ხო ბევრ დროს არ წაგარცევთ, მაგრამ ყველა მიმართულებით არის ესეთი გეგმები. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით იქნება ეს გრანდიოზული გამოფენები, შეიძლება ეს დროში გაწელილი იყოს და ესე უცბად ვერ გაკეთდეს, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ხარისხიანად რომ საზოგადოებამ მართლა ნახოს და იმ ახალგაზრდობამ თუ რამდენი რამ შექმნა ამ 100 წლის განმავლობაში რამდენი ადამიანებმა იმოღვაწეს როგორი გენიოსები იყვნენ, არიან და დარწმუნებული რომ იქნებიან. ის თაობა, რომელიც თქვა მოვიდა საბჭოთა კავშირი გაიარა, მერე შევიდა სხვა ფაზაში, ყველა მამათან, თითქმის ყველა და ამ ძალიან დიდი კვალი დატოვეს. აკადემია, ეხლა რო იქნება ახალი რაღაცა ესეთი ფონდები და უკვე ჩემი თაობის ზოგი გარდაცვლილი, ზოგი ცოცხალი მხატვარი საამაყო გახდა და მუზეუმებში კიდია, ეს არის ყველა სამხატვრო აკადემიის გამოშვება. კურსდამთავრებული. ხო და ამის თქვა მინდა რომ ეს პროცესი არის ძალიან ნელი. მაგრამ თავარი არ ჩერდება და წინ მიდის. ხო. ტემს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, თავარი ხარისხი დაიდოს. სამწუხაროდ ჩვენთან არ არის სარეზიდენციო პროგრამა სტუდენტების. ადრე ამას საზაფხულო პრაქტიკას ეძახდნენ და ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს და ამან კიდე უფრო ბევრად შეკრა სტუდენტები ერთმანეთში. დღეს არის რაღაც ეს გარიყულა არსებობს, სადაც სტუდენტებს აქვს საშუალება რომ იცხოვრონ ერთად. ახლახანს დასრულდა გარიყულაში ფესტივალი, ხო? ეს სუპერმანენტულად არის საშუალება სტუდენტებისთვის, რომ ესეთ ფესტივალებში და თავისივე ინიციატივებში მიიღონ მონაწილეობა. რაზეც გული წყდებათ, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა აქვს, ეს სივცეა, სადაც ისინი ერთიანდებიან. ჩვენ საჭირო არის, რომ თვითონ სტუდენტებმა გარდა იმისა, რომ რასაც სწავლობენ, ისწავლონ როგორ გადარჩნენ ამ ცხოვრებაში, როდესაც ამთავრებენ ინსტიტუტს და როდესაც გამენ უკვე დამოუკიდებელ ნაბიჯებს ინსტიტუტის დაუცველებით მიდიან ესე ვთქვათ ქუჩაში და იმ ქუჩაში რა ელოდებათ. აი ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მარტო დიპლომი კი არ მივცეთ, მივცეთ სხვა ურთიერთობები. რაღაცა გარანტია, რომ ვთქვათ ეს არის დიდი სამუშაო, როგორ იცხოვრონ, როგორი ურთიერთობა გქონდეთ კოლექციონერებთან, გალერისტებთან და ასე შემდეგ და ეს არის კიდევ მომავალი ესეთი პროგრამები. ძალიან მიხარია, რომ სტუდენტებს გარდა იმისა, რომ სწავლობენ თქვენთან, სხვა უნარებს უნერგავთ. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. სიამოვნებით დავესწრებით თქვენს გამოფენას სექტემბერში. სექტემბერში აუცილებლად. არამან ქუთათელაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.